მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო. მადლობა თქვენ არხის გამოწერისთვის, მადლობა კეთილი სურვილებისთვის, მადლობა თითოეულ თქვენგანს ნებისმიერი რეაქციისთვის და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც მიტოვებს ჩემო კარგებო კომენტარს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. სანამ გაშლას დავიწყებ, მინდა გითხრათ და შემოგთავაზოთ, თუ დაგაინტერესებთ, რომ გავაკეთოთ პირდაპირ ეფირი და დღის რომელ მონაკვეთში გირჩევიათ, რომ ეს გავაკეთო. დილის საათებში თუ მოგვიანებით, თუ ამაზე გამომეხმაურებთ და დამიტოვებთ კომენტარს, ძალიან მადლობელი დაგრჩებით. ვგეგმავ, რომ თუ არხი მოიმატებს გამომწერებს, გავაკეთო ხოლმე პირდაპირ ჩართვებიც და გავცეთ თქვენს კითხვებს პასუხი. ასევე დამიტოვეთ თემები, რა თემებზე გსურთ, რომ გავაკეთო გაშლა და მე შეძლების დაგვარად შევეცდები, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო. პირდაპირ ჩართვას, რა თქმა უნდა, ჩემო კარგებო, მე ვერ შეგპირდებით, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, მაგრამ თუ იქნება თქვენი სურვილი, უბრალოდ მე მინდა ამის შესახებ ვიცოდე და დღის რომელ მონაკვეთში შეგიძლიათ თქვენი სურვილი, ანუ რომელ მონაკვეთში სჯობია, რომ გაკეთდეს ეს პირდაპირ ჩართვები. ახლა მე მინდა შემოგთავაზოთ გაშლა რთული სიტუაცია, მოусმინეთ სიგნიფიკაციას, ეს იქნება პოზიციებით გაშლა, ჩემო კარგებო, ეს არ იქნება ვარიანტებით გაშლა, მოусმინეთ სიგნიფიკაციას და იფიქრეთ თქვენს პრობლემაზე, თქვენს რთულ სიტუაციაზე, რაც გაღელვოთ, რაც გაინტერესებთ. და თუ სიგნიფიკაცია დაემთხვა, ჩემო კარგებო, ესე იგი გაშლა თქვენია. შესაძლებელია სრულად არ რეზონირდეს რაღაც, მაგრამ მინიშნებებს მაინც მიიღებთ, რაც დაგეხმარებათ შემდეგ ამ სიტუაციიდან, რომ რაღაც გამოასწოროთ, რაღაც შეცვალოთ ამ სიტუაციაში და მოусმინეთ, ჩემო კარგებო, თუ საინტერესო იქნება და როგორ რეზონირდება თქვენთან, გამომეხმაურეთ. სულ ეს იყო, მაშ დავიწყოთ. მე მოვიშველიებ სხვა დასტებსაც, ერთი წუთით. დასტები, რომ მოვიშველიოთ, რომ უფრო თქვენთვის ნათელი გახდეს რაზეა საუბარი. მაშ ნახოთ, რა არის ის სიტუაცია, რაც გაღელვებთ. რაზეა აქ საუბარი, სიტუაციის სიგნიფიკაცია მაინტერესებს ჩემი მაყურებლისთვის. რაღაც შესაძლებელია ზოგიერთთან ეს იყოს, ჩემო კარგებო, სასამართლო პროცესი, ან რაღაც დავა ქონებრივი, ან მეუღლეებს შორის, ან ნებისმიერ იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ ისეთი არკანია მოხდა. შემდეგ ამას გავიგებთ კიდევ კარგად. მე გავაჟღერებ, ჩემო კარგებო, სხვადასხვა ვარიანტს და რაც თქვენია, ის აიღეთ. რაც თქვენია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაყურებელია, აქ არ არის ინდივიდუალური გაშლა, ჩემო კარგებო, და ამიტომ ვალდებული ვარ გავაჟღერო ყველა ვარიანტი, რასაც დავინახავ და რა ინფორმაციასაც მოგცემს. ამიტომ თქვენი რაც არის, ის აიღეთ. მაშასე იფიქრეთ თქვენს რთულ სიტუაციაზე. რა სიტუაციაზეა საუბარი ჩემი მაყურებლისთვის, ვისთვისაც არის ეს გაშლა? რაზეა საუბარი, რა პრობლემის წინაშე დგას ჩემი მაყურებელი? რაზეა საუბარი? ავიღებ კიდევ რამდენიმე დასტას, რაზეა საუბარი, დამატებით რა ინფორმაციას გვეტყვის. შემდეგ როგორ აღმოჩნდით იმ სიტუაციაში, სადაც ხართ ამჟამად, როგორ აღმოჩნდით? რა გიშლით ხელს ამ სიტუაციიდან გამოსვლაში? როგორი მოქმედება დაგაბრუნებთ ნორმალურ ყოფაში? რა არ უნდა გააკეთოთ, რომ არ გაგირთულდეთ სიტუაცია? შემდეგი კითხვა, ვინ ან რა დაგეხმარებათ? რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში? და უკვე ამჟამად, რა იქნება ის პირველი ნაბიჯები, რაც უნდა გააკეთოთ, მაგალითად დღეიდან, ეს ბოლოს გავხსნათ. მოდი ვნახოთ, მე სხვა დასტასაც მოვიშველიებ, რომ გავხსნათ, თუ საჭირო იქნება, რომ გავხსნათ სიტუაცია, რომელიც არის ამჟამად და რაზეა საუბარი, რა პრობლემა გაწუხებთ, რა არის ის პრობლემა, რაც ჩემს მაყურებელს აწუხებს, მას პირველი ვხსნი პირველ კარტს. ნახეთ, ავადმყოფი მეფე, ამ არკანს ასე ქვია და დამატებითი არკანი თასის დედოფალი, ჩემო კარგებო, შესაძლებელია ამ მომენტში
ისეთ მდგომარეობაში იმყოფებით, პირდაპირ გაგებით შეიძლება ხართ ავად და გჭირდებათ სხვების ახლო გარემოცვის დახმარება. პირდაპირ ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ შეიძლება ითქვას ღმერთსაც ევედრებით, რომ ღმერთო ოღონდ გამომიყვანე ამ მდგომარეობიდან, ოღონდ გამოვკეთდე, ოღონდ გამოვჯამრთელდე. შესაძლებელია ზოგიერთი თქვენგანი ძალიან განიცდიდეს და ანუ ისეთ მდგომარეობაში ეს სიტუაცია გაქვთ ისეთი, რომ როდესაც თქვენს გარშემო შეიძლება ფიზიკურად ჯანმრთელად იყოთ, მაგრამ შინაგანად სულიერად გქონდეთ სიმძიმე და განცდა იმის, რომ თქვენს გვერდით არავინ არ არის და თქვენ მარტო ხართ თქვენს პრობლემებთან. ეს ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ურთიერთობაში რთული სიტუაცია შემოკარგება, ურთიერთობაში რაღაც გაურკვევლობა, როდესაც ადამიანი ვერ აბალანსებს და ანუ გაურკვევლობაშია, ხო, არ იცის როგორ რა მოიმოქმედოს ურთიერთობაში პარტნიორთან აქვს რთული სიტუაცია. ზოგიერთი შესაძლებელია აქ მიყურებდეთ პირები, როდესაც ურთიერთობა უკვე ორ წელს შორის არის დასრულებული და აი ეს სიჩუმეა ამ მომენტში ურთიერთობაში შეიძლება საკუთარ თავს ადანაშაულებთ რაღაც საკითხებში, შესაძლებელია თქვენს პარტნიორს ადანაშაულებთ, თან ცდილობთ რომ თითქოს ბედს შეეგუოთ და თან არ გაძლევთ შინაგანი ბუნება იმის საშუალებას, რომ შეეგუოთ და შინაგანად გული გიტირით, ერთი სიტყვით ეს ოჯახს ეხება, შემოკარგებო ძალიან ბევრთან 90%-თან ეს იქნება თქვენი პრობლემა პირად ურთიერთობაში წარმოშობილ უსიამოვნებას, უთანხმოებას, განშორებას. თან გვაქვს აქ შემოკარგებო საქმე. თქვენ ხართ, არ ვიცი, ძალიან იხსენებთ წარსულს, იხსენებთ რაღაც მოგონებებს, როგორ იყო, რა იყო, სრული რომ იტყვიან, აი იცით როგორ მდგომარეობაში ხართ ამჟამად. თითქოს თქვენს გარშემო ყველაფერმა აზრი დაკარგა, ყველაფერი გაიყინა ერთ ადგილას და დარჩით გაურკვევლობაში. არ იცით რა მოიმოქმედოთ. აქ მე მიჩვენებს ისევ გავიმეორებ 99% აქ არის ურთიერთობაში დაძაბულობა, ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია რაღაც კონფლიქტური სიტუაციით დასრულდა, შესაძლებელია რამ გამოიწვია, მე მაინტერესებს ვიკითხო ეს კონფლიქტური სიტუაცია, რამ გამოიწვია. მაგრამ მოდი შემდეგი კითხვა გავხსნათ და თვითონ კითხვა გაგვცემს, როგორ აღმოჩნდით ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ვიდრე როგორ აღმოჩნდით იმ სიტუაციაში. ამოვიდა ხმლის დედოფალი. ვინ არის ეს ხმლის დედოფალი? შემოკარგებო, ხმლის დედოფალი შესაძლებელია იყოს თქვენი გარემოცვის პიროვნება, რომელიც უხეშად ჩაერია თქვენს ურთიერთობაში და რომ იტყვიან პირდაპირ დაგიმძიმათ ცხოვრება. არ ვიცი, ეს ხმლის დედოფალი ძალიან ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ რაღაც, არ ვიცი, რა წყენა გაქვთ ერთმანეთთან თქვენ და აქ მე მიჩვენებს ასაკით უფროს ქალბატონს, ხმლის დედოფალი. შესაძლებელია იყოს ქალბატონი ასაკიანი, არ ვიცი, მაგრამ ოჯახის წევრია თუ გარემოცვის ერთი სიტყვით პიროვნება, რომელიც შესაძლებელია უხეშად ერევა, უხეშად ჩაერია თქვენს ურთიერთობაში და რომ იტყვიან გაგიმწარათ სიცოცხლე და აი ასეთ მდგომარეობაში იმყოფებით ახლა ამ ქალბატონის წყალობით. ვინ არის ეს კიდევ მაინტერესებს, კიდევ მოდი სხვა არკანით, სხვა დასტით. რა გაკავშირებთ ამ ქალბატონთან, რატომ, რა მოხდა, რა გაკავშირებთ, მე მაინტერესებს. არ ვიცი, ამ ქალბატონს და ამ ქალბატონთან თქვენ მოგივიდათ რაღაც სერიოზული უსიამოვნება, იმის გამო, რომ რაღაც ვერ გაიყავით, რაღაც რაც თქვენთვის და ამისთვის ძვირფასია, რომ იტყვიან, არ ვიცი, ეს პიროვნებაზე აქ საუბარი თუ ორ ქალბატონს შორის მომხდარი რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, რომლისთვისაც შესაძლებელია თქვენთვისაც და ამისთვისაც ერთი პიროვნება არის ძვირფასი და აი ამ პიროვნების გამო მოხდა ეს უსიამოვნება და რაღაც კონფლიქტური სიტუაცია. ერთი სიტყვით ამ ქალბატონთან გაკავშირებთ რაღაც უსიამოვნება. შესაძლებელია თქვენ ამოხვედით დამათასის ენერგიებში და ეს ქალბატონი ხმლის დედოფლის ენერგიებში და ეს ოჯახური კონფლიქტია, შემოკარგებო, ძალიან ბევრთან შესაძლებელია ეს იყოს, არ ვიცი, მეუღლის დედა,
მეუღლის დედა იყოს, რომელთანაც შესაძლებელია ამ მომენტში უკვე აღარც გაქვთ ურთიერთობა და ნახეთ როგორი არკანები ამოვიდა. განდეგილის არკანი, ხმლის ტუზი, ანუ რაღაც კონფლიქტური შელაპარაკება მოგივიდათ და აი ამის საფუძველზე ან დავშორდით თქვენს პარტნიორს, ან რაღაც ისეთი განხეთქილება მოხდა, რამაც გამოიწვია თქვენი ეს დეპრესიული მდგომარეობა, დარჩით შეიძლება ყველაფრის გარეშე ზოგიერთი თქვენგანი აქ ისეთი ოჯახურ კონფლიქტს მიჩვენებს ჩემო კარგებო, თუ ეს არ არის ასე, მაშინ ეს ჩემო კარგებო ეს არ არის თქვენი გაშლა, აი ამის მიხედვით უნდა მიხვდეთ, რომ ეს აქ რაზეც ვსაუბრობ, თუ გეცნოთ თქვენი სიტუაცია და თქვენი თავი, მაშინ ეს არის თქვენი და თუ არ გეცნოთ და მსგავსი არაფერი მომხდარა, აღარ გააგრძელოთ ყურება ჩემო კარგებო, ეს გაშლა მაშინ არ არის თქვენი. ეს იყო განვლილი რაღაც უკვე მომხდარი, ანუ ოჯახში დაწყებული რაღაც კონფლიქტური სიტუაცია, რომელშიც ჩაერია უფროსი ასაკის ქალბატონი და სიტუაცია და ორ პარტნიორს შორის გაჩნდა რაღაც მერყეობა. შესაძლებელია იცით რა არის, ამ ქალბატონმა ისე იმუშავა, რომ თქვენს მეუღლეს თუ არ ვიცი თქვენს პარტნიორს ერთი სიტყვით, შესაძლებელია არც იყოთ ოფიციალურ ქორწინებაში, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობ პარტნიორზე, იგულისხმება მეუღლეც და იგულისხმება პიროვნება, ვისთანაც გაქვთ კონტაქტი, ურთიერთობა, ვისაც მიიჩნევთ თქვენს პარტნიორად. ჩემო კარგებო, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებით თუ დროებით ხართ ერთად თუ როგორ ხართ, ერთი სიტყვით თქვენს ურთიერთობაში ჩარეული არის ქალბატონი, ასაკიანი ქალბატონი, რომელიც ვერ ეგუება რატომღაც არ ვიცი თქვენი პარტნიორის არჩევანს თუ თქვენი პარტნიორის რაღაც გადაწყვეტილებას, ერთი სიტყვით რაღაც ისე იმუშავა ამ ქალმა, რომ რაღაც ეჭვები დაუბადა და რაღაც კითხვის ნიშნები გააჩინა ურთიერთობაში, ერთი სიტყვით. მოდი ვნახოთ რა გიშლით ხელს ამ სიტუაციიდან გამოსვლაში. რა გიშლით ხელს ეშმაკის არკანი, ჩემო კარგებო, ეშმაკის არკანი. ეშმაკის არკანი რომ არც გავხსნათ დამატებითი კარტებით, ეშმაკის არკანი ეს არის მიჯაჭვულობა, შური, ზემოქმედება, გარემო ფაქტორების, ანუ პირების ზემოქმედება, როდესაც მანიპულირებენ ურთიერთობაში, ერევიან სამი ადამიანია, ხო ეშმაკის არკანში გამოსახული არის სამი პიროვნება, კარგად ხედავთ და კარგად იცით, სამი პიროვნება, როდესაც ურთიერთობაში ერევა მესამე პირი, ანუ ეს არის მანიპულაცია, ინტრიგები, ჭორები, ღალატი, მიჯაჭვულობები და ყოველგვარი ნეგატივი ზემოქმედება, რაც კი შეიძლება გააკეთოს ერთი სიტყვით, აქ შესაძლებელია ჩემო კარგებო, პირდაპირი მნიშვნელობით ზოგიერთთან აქ იყოს რაღაც ზოგიერთთან მაგიური ზემოქმედებაც, იმიტომ რომ გავხსენი მაინც და მაგის არკანი, პენტაკლის დედოფალი და რვიანი პენტაკლის შესაძლებელია ფულიც კი გადაიხადეს იმაში, მე ამას 100%-ით არ გეუბნებით ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ ეს მაგიურ დიაგნოსტიკას მე არ ვაკეთებ და სხვანაირი დიაგნოსტიკა სჭირდება, მე არ ვარ პრაქტიკი. უბრალოდ მე რასაც ვხედავ, მე ვამბობ ვარაუდს, რომ შესაძლებელია იყოს ყოველ შემთხვევისთვის რაღაც ადამიანური რესურსით ზემოქმედება, ხო, ენის ჩარევა, მუდმივად ჩჩინი, რაღაც ის რომ ეს ასე არ არის, რაღაც ის მტკიცება და თავგზის არევა, მესამე პირი სხვა, ანუ როდესაც ნეგატიურად ერევი, ხო, ორი ადამიანის ცხოვრებაში ესეც ზემოქმედება და ესეც არანაკლებ მაგიაზე არანაკლებია, როდესაც ასე სიტყვიერად შესაძლებელია, რომ სხვას ცხოვრება დაუნგრიო, ხო, სხვას ცხოვრება დაუნგრიო და სხვისა ცხოვრებაში ჩაერიო. მაგრამ შესაძლებელია ვიძახი ისევ, რომ აქ იყოს გადახდილი ფულიც იმის გამო, რომ რაღაც ზემოქმედება მოეხდინათ. და აი ეს გიშლით ნორმალურ ყოფაში და აი ამ სიტუაციიდან გამოსვლაში ხელს. რაღაც მიჯაჭვულობები. შესაძლებელია იცით რა არის თქვენი გავაშკერებ იმასაც, რომ შესაძლებელია თქვენ ხართ იმდენად მიჯაჭვული და დამოკიდებული ან სხვისა აზრზე, ან თქვენს პარტნიორზე ფინანსურად თუ მატერიალურად შესაძლებელია იყოს ერთ-ერთი ფაქტორი ესეც შემოკარგებო. ესეც ნუ დაგვავიწყდება, რომ პირველი ანუ თქვენ თვითონ არ უნდა მისცეთ ზემოქმედება მოახდინოთ თქვენზე. სხვა მოახდინოს გავლენა სიტყვით, ქცევით. ანუ თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი პირველ რიგში თქვენი უფლებები, თქვენი მენტალური, ანუ თქვენ მენტალურად არ უნდა დაუშვათ ის, რომ თქვენზე იმოქმედონ. ჩემო კარგებო, ეს თქვენზეც ძალიან ბევრი რამ არის. პირველ რიგში მე თუ მგითხავთ, თქვენზეა დამოკიდებული, ვინ როგორ ზეგავლენას მოახდენს. თუ თქვენ მენტალურად ხართ ძლიერი და ნეგატიურ აზრებს, ნეგატიურ ფიქრებს
ფიქრის ძალა და სიტყვის ძალა ძალიან მნიშვნელოვანია. შემოკარგებო, პირველ რიგში თქვენ უნდა შემოუძახოთ თქვენს თავს და თქვენ უნდა დაიცოთ თქვენი თავი და პირველ რიგში გავიმეორებ კიდევ და კიდევ, რომ თქვენ არ უნდა მისცეთ არავის, რომ თქვენით იმანიპულირონ, თქვენზე ზეგავლენა მოახდინონ, არ უნდა გქონდეს მნიშვნელობა არც იმას სხვის აზრს, ახლა რა თქმა უნდა ძალიან საყვარელი და ძალიან ახლობელი ადამიანის რჩევები და აზრები უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ უნდა გვაუწყდება, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც თქვენ უნდა მიიღოთ შემოკარგებო, იმიტომ რომ თქვენ ხართ თქვენი თავის ბატონ პატრონები. შემოკარგებო, ეს დაგვავიწყდება. მოდი გავაგრძელოთ, გადავუხვია მე საუბრით თემას, მაგრამ მაინც ეს აუცილებლად უნდა მეთქვა. მოდი ვნახოთ, როგორი მოქმედება დაგაბრუნებთ ნორმალურ ყოფაში. ნორმალურ ყოფაში დაგაბრუნებთ კვერთხის მეფე, შემოკარგო კვერთხის მეფე. არის ძალიან აქტიური. ანუ როგორი მოქმედება, რომ არ ჩამოყრით ყურებს, მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაც არ უნდა გქონდეთ, იმოქმედეთ, რაც თქვენში რესურსია, ამას შესაძლებელია არც იყენებთ ბოლომდე. იმოქმედეთ პირდაპირ მნიშვნელობით, არ ჩაიკეტოთ სახლში, გადით სახლიდან, მოინახულეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანები, შეხვდით სოციალურად, კვერთხი არის სოციალური არკანი, ასე ვთქვათ კიდევ, ხო, ერთ-ერთი გარემო ძალიან მნიშვნელოვანია შეიცვალოთ გარემო. შეხვდეთ ადამიანებს, არ ჩაიკეტოთ სახლში, სოციუმში გადით შემოკარგებო, შეხვდით, შესაძლებელია მოისმინოთ რაღაც ისეთი ინფორმაცია. შეხვდეთ ისეთ პიროვნებას და ისეთი პიროვნებისგან მიიღოთ რჩევა, რომელიც შემდეგ დაგაკვალიანებთ და გამოგიყვანთ აი ამ მდგომარეობიდან. აი ეს მოქმედება პირდაპირ მნიშვნელობით გადით სახლიდან ერთი სიტყვით და ჩაიკეტებით და იარეთ, შეხვდით ყველას და ნებისმიერ გარემოც გამოიცვალეთ ასევე. პაჟი კვერთხის ეს არის აქტიური მოძრაობა, მოგზაურობა შესაძლებელია, შესაძლებელი ხა მოგზაურობის თავი არ გქონდეთ, მაგრამ ელემენტარულად გადით გაისეირნეთ და შეიცვალეთ გარემო, თუნდაც ერთი დღით გადით ქალაქ გარეთ ესტუმრეთ მეგობარს ან ნათესავს ერთი სიტყვით შეიცვალეთ გარემო. შემდეგ რა არ უნდა გააკეთოთ, რომ არ გაგირთულდეთ სიტუაცია. რასაც გეუბნებით, კარტი ამას მიდასტურებს. შემდეგ ნახეთ, რა არ უნდა გააკეთოთ. არ უნდა ჩავარდეთ დეპრესიაში, არ უნდა რაც უკვე დაკარგულია, იმას არ უნდა მისდოთ. თქვენს უკან არის შანსი, ნახეთ, თასი, ორი თასი გიდგათ. ემოციურად არ უნდა დაითრგუნოთ საკუთარი თავი წარსულს, რაც წარსულში დარჩა, დატოვეთ წარსულში. წინ, ნახეთ, აქ მოჩანს ხიდი, თქვენ შეიძლება გაქვთ არჩევანი, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, აი ამ წარსულიდან წახვიდეთ, დატოვოთ და იქითკენ ნახეთ ქალაქი, სახლი მოჩანს. ერთი სიტყვით წარსულში დატოვეთ ის, რაც უკვე მოკვდა და რაც უკვე წარსულია. აღარ ღირს ამაზე ნერვიულობა, ამაზე ფიქრი. სიგნიფიკაციაშიც ამოვიდა თავიდან, რომ ძალიან ბევრს ფიქრობთ წარსულზე, ძალიან ბევრს ფიქრობთ თქვენს ამჟამინდელ ყოფაზე, რა მდგომარეობა, ანუ შეიცოდებთ საკუთარ თავს, თქვენ არაფერი არ გაქვთ შესაძლებელი, თუ ვინმემ დაგკარგათ და არ უნდა თქვენს გვერდით ყოფნით შემოკარგებო, ეს არის მისი პრობლემა, თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი თავის ფასი და ზუსტად ამას გეუბნებათ, რა არ უნდა გააკეთოთ, რომ არ გაგირთულდეთ სიტუაცია და არ უნდა ჩავარდეთ დეპრესიაში, არ უნდა გამოიგიდოთ წარსულს, წარსული დატოვეთ წარსულში. მოდი შემდეგ ვნახოთ, ვინ ან რა დაგეხმარებათ და კვერთხის დედოფალი. ეს შესაძლებელია იყოს თქვენც, როგორც კვერთხის დედოფალი, შესაძლებელია იყოს პიროვნება, ვინც თქვენი მეგობარი, პიროვნება, ან ახლო გარემოწვის პიროვნება, ერთი სიტყვით მოდი გავხსნით რა იგულისხმება კვერთხის დედოფალში. კი, აქ არის ზუსტად აი თქვენ ამოხვედით რვიანი ხმალი. ანუ თქვენ თავს თქვენ თვითონ უნდა გადაეხმაროთ, რომ აი ამ მდგომარეობიდან თქვენ თვითონ უნდა გამოიყვანოთ თქვენი თავი. როდესაც სიტუაცია გბოჭავთ, აი ეს ფიქრები, ეს მძიმე მდგომარეობა თქვენ გბოჭავთ, შემოკარგებო. არ გაძლევთ მოქმედების საშუალებას. ამიტომ ეს შიშები არის თქვენი მენტალური შიშები. აი ამ მდგომარეობიდან უნდა გამოხვიდეთ. ნახეთ დასტის ძირზე მაქვს ტრანსფორმაციის არკანი, სიმდიდრის არკანი. დატოვეთ წარსულში, რაც წარსულში ნახეთ, მიჯაჭვული ხართ წარსულზე. მიჯაჭვული ხართ, როგორც ჩაფხაუჭებული ხართ ამ პენტაკლს, ხო? ამიტომ თქვენ თავს, თქვენ უნდა დაეხმაროთ, შემოკარგებო. უნდა გამოხვიდეთ აი ამ შებოჭელობიდან, როდესაც ვერაფერს ვერ ხედავთ, გარდა თქვენი პრობლემებისა. არაფერი არ გესმით და არც გინდათ ფიზიკურად, იმიტომ რომ შესაძლებელია ამჟამად მარტოყოფნასაც ამჯობინებთ და არ გინდათ არავის არც ნახვა, არც გარეთ გასვლა საერთოდ, მაგრამ თქვენ თავს თქვენ თვითონ უნდა დაეხმაროთ, აქ არის პირდაპირი მინიშნება ამაზე. შემდეგ რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, რა უნდა შეცვალოთ და ნახეთ. არ ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, მომდევნო კარტი იმის დამადასტურებელ, ასე ვთქვათ, მინიშნებებს და ის არკანი ამოდის. რა უნდა შეცვალოთ? მთლიანად უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, მთლიანად უნდა შეცვალოთ. ეს არკანი მოგიწოდებთ, რომ დროა გამოფხიზლდეთ, ნახეთ ამ ხელას საყვირით სამყარო მოგიწოდებთ, დროა გამოფხიზლდი, შეცვალე შენი ცხოვრება. შეცვალე თუ გინდა რომ ყველაფერი არ დაკარგო.
შეცვალ ყველაფერი ნაბიჯ დაიწყეთ. შეიძლება ერთნაირად არ გამოგივიდეთ ჩემო კარგებო, მაგრამ პატარ-პატარა რაღაც მიზნებით, ვთქვათ დღეს გახვედით გარეთ, ხვალ გაისეირნეთ, ხვალ ნახავთ მეგობარს, შემდეგ გაიგებთ რაღაც საინტერესოს, შემდეგ რაღაც თუ ერთი სიტყვით თქვენი მდგომარეობა თქვენ უნდა შეცვალოთ, ვერავინ ვერ დაგეხმარებათ სხვა. რა უნდა შეცვალოთ და მთლიანად უნდა შეცვალოთ, იმიტომ რომ ეს არკანი გვაჩვენებს, რომ საკმაოდ რთული ცხოვრება გქონდათ, საკმაოდ ბევრი რამ შეიძლება გადაიტანეთ და დროა რომ ძველი სამოსიც კი ასე ვთქვათ თუ რაიმე გაფერხებთ, ძველი მოგონებები და ძველი ყველაფერი წარსულში დატოვოთ. ნახეთ, მე გავხსენი მაინც. იმუშავეთ საკუთარ თავზე და სამყარო, სამართლიანობა თავად აღსდგება. თავად გააკეთებს თქვენს გასაკეთებელ საქმეს ერთი სიტყვით. სამართლიანობის არკანი, იუსტიციის არკანი ამოვიდა. ანუ ყველაფერი დადგება თავის ადგილას. ყველაფერი სამართლიანობა ეს სამყარო ესეთი რამეა, უკალოდ არაფერი არ ქრება სამყაროში ჩემო კარგებო. უკალოდ არაფერი არ იკარგება, ყველაფერი მიეზღება. მთავარია რომ თქვენ იყოთ სულით და გულით სუფთა, თქვენს თავთან იყოთ პირველ რიგში სამართლიანი და თქვენ არ გქონდეთ ის ანუ თქვენ არ გაგაბოროტოთ ცხოვრება, მის მინდა ვთქვა. და თქვენს მაგივრად ყველა სამყარომ ყველას მიეზღება ერთი სიტყვით თითოეული ყველას ნებისმიერ ქმედებისთვის მიეზღება. ხო, ეს შესაძლებელია დღეს და ხვალ არ მოხდეს, ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩემო კარგებო. მოდი ნახოთ პირველი ნაბიჯები, რის გაკეთებაც უკვე შეგიძლიათ დღეიდან. რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეიდან. რისი გაკეთება და შეინარჩუნეთ წონასწორობა, ბალანსი. ნუ მერყეობთ ერთი სიტყვით. ნუ გეპარებათ თქვენს თავში ეჭვი, თქვენს ძალებში, ნუ გეპარებათ ეჭვი. აი ამით უნდა დაიწყოთ. ნუ გეპარებათ იმაში ეჭვი, რომ ის სიტუაცია, ნახეთ, თუ ამ მომენტში რაღაც კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ თქვენს არ ვიცი პარტნიორთან თუ იმპერატორი ამოგვივიდა, ყველაფერი თანდათან დაბალანსდება და გაწონასწორდება, ჩემო კარგო, დრო თავის ადგილას დააყენებს ყველაფერს. და თქვენი პირველი გასაკეთებელი არის ის, რომ თქვენს ძალებში ნუ გეპარებათ ეჭვი, ჩემო კარგებო. ისევ მეორდება არკანი, იმოქმედეთ თუ ნახეთ, დროა საჭირო, რომ ყველაფერი დადგეს, 7-იანი პენტაკლი, ყველაფერი დადგეს, ამჟამად შესაძლებელია იმედ გაცრუებული ხართ, მაგრამ თქვენი მოქმედება საჭირო ადგილას შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ნახეთ, როგორ შეიძლება რომ დასრულდეს თქვენი მდგომარეობა. ანუ თქვენ ახლა ხართ ისეთ მომენტში, რომ ძალიან ბევრი რაღაც კითხვის ნიშანი გაქვთ თავში და შესაძლებელია თქვენს ძალებში ეჭვი გეპარებათ, რომ რამდენად შეძლოთ ფეხზე მყარად დადგომას, ხო, მაგრამ თუ თქვენ უკვე თქვენს თავს შესახებთ და საკუთარ თავს მობილიზებას გაუკეთებთ, ხო? და გაითვალისწინებთ იმ რჩევებს, რაც აქ გაშღერდეთ, ჩემო კარგებო, დამეჯერეთ, რომ ყველაფერი დაულაგდება. ასე რომ მე მინდა ამით დავასრულო. მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა, რამდენად მოგეწონათ მსგავსი გაშლა. გამომეხმაურეთ, ჩემო კარგებო. მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის.